ბაზარი ახლა ზევით მოძრაობს, ანუ მიდევნებაც არ ვარ ამ შემთხვევაში. ნებისმიერი კოინი, რომელიც ახლა გამწვანდა, ზემოთ მიდის, მაგრამ იცვლება ძირის ფასიც იცვლება, უпростоრად ხარდაჭერის ფასიც სწრაფად იცვლება და წინააღმდეგობის ზღვარიც სწრაფად იცვლება. EMA 5, EMA 10, EMA 20 დაალაგდა. კი ბატონო, ყველასი გასწორდა, მაგრამ შესამოწმებელია სხვა ინდიკატორები. ყველა ინდიკატორი არ ამბობს. უпростоრად ყველა ინდიკატორი ამბობს იმ მომენტის სისწორეს, მაგრამ ბაზარზე მოულოდნელობა ყოველთვის არის. ამიტომ ეხლა მე არც ლონგს, არც შორტს არ დავაყენებდი. სარისკოა ორივე. ტრეიდინგზე მithumე, ანუ თუ რისკი იყორთ კი ბატონო, მაგრამ რა ვიცი. შესაბამისად უნდა მოიქცეთ თქვენი რისკიდან გამომდინარე. რაც შეეხება ფასებს, რამაწია ფასები. ფასები ჩვეულებრივ ბიტკოინის მიმართულებას მისდევენ, ანუ რასაც აკეთებს ბიტკოინი, იმეორებს ერთ-ერთში ყველა სხვა დანარჩენი ტოკენი და კოინი. ამიტომ ძირითადი ფუნდამენტი ბევრმა შეისყიდა, დიდმა ინსტიტუციებმა დღეს შეისყიდეს ბიტკოინი ძალიან ბევრმა და ეთერიუმიც, სხვათა შორის ეთერიუმზეც გაჩნდა დიდი ბლოკ ორდერი, თუმცა ვინაობა უცნობია. ხოლო ბიტკოინზე BlackRock-ის შესყიდვები იყო. ეხლა BlackRock-მა შეისყიდა, JP Morgan-ი დაიწყებს შესყიდვას. ანუ რა ხდება, ეს ორი დიდი გიგანტი ფინანსური მონსტრები, რაც გვინდა ის დავარქვათ, არიან ერთმანეთში დიდ კონკურენციაში და ეს დიდი კონკურენცია ჩვენთვის სასარგებლოა. ჩვენ წვრილებს ვიძახით, წვრილი მოთამაშეების და სასარგებლო რითია. კონკურენცია წარმოშობს ახალ შესაბამის ტექნოლოგიებს, რომელიც მერე ჩვენ გამოგვადგება. წარმოშობს შესაძლებლობებს ფასებში ისე შევიდეთ და ისე გამოვიდეთ, რომ ნაკლებად დავზარალდეთ ყოველ შემთხვევაში. შეიძლება მოვიგუდგიდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იქნება ზარალისკენ წასვლა, აი ის იქნება უკვე შემცირებული. ეს კარგია ჩვენთვის. ახლა დავასრულებ წვიმა მოდის და წარმატებულ დღეს გისურვებთ. საღამოს.